მე იმ ვიდეოებს, რომ ვლაპარაკობ ხოლმე ქუჩაში, დავკითხავთ, უნებართვოდ, გაუფრთხილებლად, რომ მოდიან და იმას აკეთებენ, რასაც თვლიან, რომ ჩემთვის დახმარება არის, მარტო რომ მივდივარ ხელჯოხით, ან დემონსტრაციულად შეცოდებას, რომ გამოხატავენ მხედველობას, რომ ისურვებენ. ამ ვიდეოებს რომ ვწერ, რა თქმა უნდა, იმ კონკრეტული ადამიანების გასაკრიტიკებლად კი არ ვწერ, მათ პირადად რამეს კი არ ვერჩი. შეიძლება მათ არც ნახონ ეს ვიდეოები კონკრეტულად არასდროს. მე ამას ვწერ იმიტომ და იმისთვის, რომ სხვა ადამიანებმა ეს მოისმინონ და გაითვალისწინონ, თუ როგორ უნდა დაგვიდგნენ შიშიმ პირებს და უსინათლოებს სწორად გვერდში, რომ რეალურად ჩვენც გამოგვადგეს მათი ძალისხმევა და მათაც თავი იგრძნონ კარგად. და როდესაც ამ ტიპის ვიდეოებზე მე მიწერენ, რომ შეუმადურო, ჩვენ გულთბილი ხალხი ვართ და არასდროს არ შევიცვლებით და შენ არ შეგვცვლი. ეს ჩემთვის არის შოკის მომგვრელი, რომ ადამიანი პირდაპირ გეუბნება, რომ მე არაფერს არ ვისწავლი და ამით ამაყობს და ამითი თავს იქებს, რომ მე არ შევიცვლები, არაფერს არ ვისწავლი, არ გაგითვალისწინებ. თან არის ძალიან გასაკვირი, იმიტომ რომ თუ მართლა უნდა ვიღაცის დახმარება, ის იმ ადამიანს უსმენს პირველ რიგში. მე რა ვიცი, მაგალითად ესევა, რომ თუ ვიღაცის დახმარება მინდა, პირველ რიგში იმას ვეკითხები, როგორ შემიძლია რომ მას გამოვადგე და მისთვის ვიყო სასარგებლო. და როდესაც ამის ნაცვლად ადამიანები აქეთ მეუბნებიან, რომ რასაც მინდა იმას ისე გავაგრძელებ და შენ მე ვერ შემცვლი. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მათ რეალურად ჩემი მხარდაჭერა ან სხვა შიშიმაპირების კი არ ამოძრავებთ. ეს მათთვის არის ერთგვარი ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება. ჩვენ ქვეყანაში ვიცით, რომ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე ისეთ ზეგავლენას ვერ ვახდენთ, როგორიც საჭიროა. ჩვენ შეიძლება ზეგავლენა ვერ მოვახდინოთ ჩვენ სამუშაო პირობებზე, იმაზე როგორი გზები გვაქვს, როგორი კანალიზაცია და რაღაცა პირობები ჩვენ გარშემო, მაგრამ აგერ დავინახავთ ჩვენზე საცოდავს, ვისაც ჩავთვლით ჩვენზე სუსტად, ხელს წავავლებთ და სადღაც მივიტანთ, მივათრევთ, სადაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ და ამით ვიგრძნობთ, რომ ჩვენ რაღაცა ძალაუფლება გვაქვს. აგერ ჩვენზე უარეს დღეშია ვიღაცა და იმას ვითომ გამოვადექით, მაგრამ იმ ადამიანის აზრი კიდევ ერთხელ გავმეორდები, არ აინტერესებთ. ეხლა რაც შეეხება ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ უბრალოდ გითხარი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რატო გვიყვები, როგორ არ უნდა მოვიქცეთ. სამწუხაროდ სტატისტიკა აჩვენებს, რომ ესეთი პოზიტიური მაგალითები, როდესაც დამიპოსტავს ვიდეოებით, შეგიძლიათ გადახედოთ. ასეთ ვიდეოებს გაცილებით უფრო ნაკლები მოცვა აქვს, ნაკლები ნახვა და ნაკლებ ადამიანამდე მიდის. შესაბამისად, ესეც არის ერთგვარი ინფორმირების ფორმა, რომ როგორ არ უნდა მოვიქცეთ, როცა ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რავით, ჩემი აზრით სირცხვილია, როდესაც პირდაპირ ამბობ, რომ მე არაფერს არ ვისწავლი შენგან ან სხვისგან.